ერთ კონკრეტულ მიმართულებას გაუსვი ადამიანის უფლებებს ხაზი, თუმცა აქაც უნდა ვაღიაროთ და ვთქვათ, რომ ეკონომიკური და სოციალური მიმართულებით უმძიმესი მდგომარეობა იყო ქვეყანაში. ერთი იყო ის, რომ როდესაც ჩარდავდი ნაციონალური მოძრაობის მედია საშუალებებს, იქ გეუბნებოდნენ, რომ ყველაფერი კარგად იყო, ქვეყანა შენდებოდა, მილიონი სამუშაო ადგილი იქნებოდა ყოველწლიურად და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი იყო ბლეფი და ტყუილი. ამაში დარწმუნდა საზოგადოება, დარწმუნდა ქვეყნის მოსახლეობა. ჩვენ ბოლო 5 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტები განვახორციელებთ და შევქმნით ახალი სამუშაო ადგილები. დაახლოებით 60,000-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია. ჩვენ კარგად გვესმის ეს ყველაფერი, რომ არ არის საკმარისი, კიდევ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ, კიდევ უფრო მეტი ტემპია საჭირო. საპარლამენტო არჩევნებზე ჩვენი გუნდის მიერ წარმოდგენილი იყო ქვეყნის განვითარების 4 პუნქტიანი გეგმა, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც პირდაპირ კავშირშია თუნდაც სამუშაო ადგილები შექმნასთან, ენერგეტიკული პროექტები, რომელიც პირდაპირ კავშირშია ახალი სამუშაო ადგილების შექმნასთან, იგივე ეკონომიკის სამინისტროს მიერ წამოწყებული პროექტები აწარმოეს საქართველოში, მაგალითად, რომელიც ხელს უწყობს საქართველოში ქართული პროდუქტების წარმოების განვითარების შესაძლებლობას, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების შესაძლებლობას, სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ჯანდაცვის მიმართულებით ნამდვილად მიამაყება დღეს მე ის, რომ ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე არის დაზღვეული და უსახსრობის უფულობის გამო ადამიანები საოპერაციო მაგიდებზე არ იღუპებიან. ეს ხო შეიცვალა, ეს ხომ დღეს აბსოლუტურად განსხვავებული რეალობა გვაქვს. თუმცა არ იფიქროთ, რომ ჩვენ თვითმაყოფილები ვართ და ეს ყველაფერი გავაკეთეთ და აურამაგრები ვართ. ეს ნამდვილად არ არის. უამრავი პრობლემაა დღეს, უამრავი სოციალური პრობლემები აწუხებს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას და ერთადერთი ძალა დღეს ქვეყანაში არის პარტია ქართული ოცნება, ვისაც ამ პრობლემების მოგვარება და გადაჭრა შეუძლია. შეგიძლიათ მეთქად, აი თქვენ ბრძანდებით თბილისის მერობის კანდიდატი. ძალიან ბევრი ადამიანისთვის არის საინტერესო. ერთი არის სიტყვა, რომელიც შეიძლება პოლიტიკოსმა თქვას, მეორე არის გეგმა. აი დავუშვათ მე ვარ ან ვიღაც სხვა ადამიანი პოტენციური ამომრჩეველი და გეკითხებით. მე ღარიბი ვარ, არ მაქვს სამსახური, რას მთავაზობთ? მოგახსენებთ, როგორც ასეთი მხოლოდ თბილისის მერია დამოუკიდებლად და ერთი მიმართულებით მხოლოდ მერია სამუშაო ადგილებს ვერ შექმნის. აქ არის ქვეყნის პოლიტიკა და ზუსტად ის პროგრამები, რაზეც მე ვსაუბრობდი, ითვალისწინებს იმას, რომ შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები, თუმცა დედაქალაქს რაც შეეხება, მე მაქვს საკმაოდ ამბიციური გეგმები, მე გუნდს გულისხმობ, ჩემ გუნდთან ერთად საკმაოდ ამბიციური გეგმები, რომლის განხორციელებასაც ვაპირებთ ჩვენ დედაქალაქში. ეს ყველა პროექტი, რომელიც უნდა განხორციელდეს, ეს იქნება სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები, ეს იქნება ძველი თბილისის რეაბილიტაცია, თუ ასე შემდეგ, არ დავკონკრეტდები, ჩვენ გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ მივცეთ ადამიანებს შესაძლებლობა იმისა, რომ შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები. ასე რომ ეკონომიკის სამინისტროს აქვს საკმაოდ საინტერესო პროგრამები იმისთვის, რომ ჩვენ ადამიანებს მივცეთ იმის შესაძლებლობა ახალგაზრდებს, რომ მაგალითად სტარტაპები დაუფინანსოთ, მივცეთ იმის შესაძლებლობა, რომ აწარმოეს საქართველოს პროგრამის ფარგლებში, არის შესაძლებლობა იმისა, რომ ბიზნესი წამოიწყოს ადამიანმა, თქვათ, რეგიონებში, სოფლებში არის იმის შესაძლებლობა ამ პროგრამების მეშვეობით, რომ პატარა 5,000 ლარიანი სესხის მეშვეობით, რომელიცაც სახელმწიფო ეხმარება, არის შესაძლებელი, რომ ადგილზე იქ პატარა რამოდენიმე მეზობელმა კოოპერატივი გააკეთოს და ბიზნესი წამოიწყოს. ამ პროგრამების მეშვეობით შესაძლებელია ჩვენ შევქმნათ სამუშაო ადგილები, პლუს ამას ემატება ინფრასტრუქტურული პროექტები, რაზეც მე ვისაუბრე, ასევე ტურისტული მიმართულება არის ძალიან მნიშვნელოვანი და დედაქალაქში ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს მზარდი პოტენციალი, რომელიც გაგვაჩნია, კიდევ უფრო დავაჩქაროთ, კიდევ უფრო მეტ ტურისტს მიეცეს იმის სურვილი, რომ თბილისში ჩამოვიდეს, რადგან ტურისტები და ტურისტული უბნების განვითარება ჩვენ გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ იქ მცხოვრებ ადამიანებს უკვე რესურსი უჩნდებათ, შემოსავალი უჩნდებათ, რადგან მეტი ტურისტი შემოდის იმ ადამიანს, მერე სურვილი უჩნდება იქ კაფე გახსნას, ბარი გახსნას და ასე შემდეგ. რა უამრავი პროექტებია, რომლის წარდგენასაც მე უახლოეს მომავალში ვაპირებ, თავისი კონკრეტიკით, თავისი დეტალებით. აპირებთ მოაწყოთ ეს პრეზენტაცია. გუნდი ახსენეთ. ვინ არის თქვენი გუნდი? თუ გახდები დედაქალაქის მერი, რა გუნდით წახვალთ? პარტიული კადრებით, თუ ყავთ შერჩეული დაუშვათ არაპარტიული კადრები და თუ შეგიძლიათ აი ხა სტუდიაში მაგალითად მითხრათ თუ გიფიქრეთ